მოგესალმები დადგა 4 შაბათის საღამოს რის ნახევარი მეგახლავთ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიგეთ ყველა პატიმრებასაშინდა მყოფი რა თქმა უნდა და უცხოეთში მყოფი ადამიანი და ვისაც არ განსაცდელი გაქვთ გასაჭირში მყოფი ყველას ბედნიერებად სიხარულნე მინდა გისურვო და მოგილოცოთ მარხის დაწყება შენდობის კვირა არის და საერთოდ ყოველი დღე შენდობის არის იმიტომ რომ ჩვენ ყოველ დღე ვითხოვთ ზეცას პატიებას და ყოველ დღე უნდა თხოვო ღმერთს პატიება რომ ბოდიში ღმერთო რომ იმ იმედებს ვერ ვამართლებთ რა უნდა ვქნა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისაც რომ ჩვენი იმედები გავუმართლოთ ღმერთს და ზეცას ამისაც მოვიყვანე მამა ალექსანდრე ბოლქვაძე რომელსაც ძალიან ველოდებ დიდ მადლობას მოგახსენეთ მამა მოგზაურობისას და მადლობა რომ ხართ საერთოდ და თუ შეიძლება მამა ამის შესახებ მიახლოვებით რას გვეტყვით და თქვენი ნაზრები ჩვენთვის ძალიან და მოგესალმებით და გიორგი მარხვის შესახებ სანამ დავიწყებ საუბარს მე მინდა მაინც აი ესე დავიწყო რომ თავარი ყველაფერი საფუძველი მარხვის და ყოველივე სიკეთის არის სიყვარული და ყველაზე დიდი სიყვარული როგორც მაცხოვარმა თქვა ეს არის როცა პეტრეს მიმართა რომ გიყვარმეა პეტრე და მიყვარხარო პეტრემ უთხრა დარცხვენილად იმიტომ რომ უკვე სამჯერ უარყოფა გააკეთა მაცხოვრის და სამჯერ ამიტომ გაახსენა გიყვარმე დამწყსე ცხოვარნი ჩემიო მესამეჯერ გიყვარმე და შეწუხდაო პეტრე და მიყვარხარ უფალო იცი ეს შენო და მაშინ დამწყსე სამწყსო ჩემიო ეს ოღონ მარტო იმ დროის კი არა ეს სიტყვები ნიშნავს ყველა ეპისკოპოსს ეკუთვნის და ყველა სამღვდელო პირს ეკუთვნის რომ სიყვარული ყველაზე დიდი არის ის რომ ჭეშმარიტება გავაგებინოთ ჩვენ ხალხს ჭეშმარიტებაში შეცნობაში დავეხმაროთ ჩვენ და როგორც პავლე მოციქული ახალი აღთქმის ყველაზე ერთ-ერთი დიდებული ცნება გიორგი ეს არის რომ პავლე იძახის მობაძავ ჩემ და იყავითო იმიტომ რომ პავლემ ყველაზე დიდად შეასრულა და ჩვენ ახლა შეიძლება ვინმე ვიფიქროს როგორ უნდა მიბაძოთ პავლეს მაგრამ ცნება ეს ახალი აღთქმის და მიბაძვა მდგომარეობს იმაში რომ ერთ ადგილზე პავლე თავის ეპისტოლეში ამბობს იყავით ესე იგი იყავით მდუღარენი სულითაო რა ესე იგი ძალიან ძლიერად ესეთ რასაც აკეთებთ ისე უბრალოდ კი არ გააკეთოთ და მე ყოველთვის ვამბობ მდუღარების ყველაზე კარგი მაგალითი ეს არის ვულკანი ამოხეთქილი ვულკანი და აი ესეთი უნდა იყოს ქრისტიანი რასაც აკეთებს უნდა გააკეთოს აი როგორ ვულკანი რო ამოხეთქავს ესეთი მდუღარე უნდა იყოს და პავლემ როგორც კი მოიქცა იმ წამსვე ქადაგება დაიწყო იმიტომ რომ როდესაც ქრისტიანი ადამიანი შეიმეცნებს ქრისტიანობას ეს იმდენად დიდი განძია იმდენად აღმატებული განძია ყველაფერზე რომ ყველაზე მას ეუფლება ყველა პირველი ეუფლება ის აი ზუსტად სიყვარულის განცდა სხვასაც გადადოს სხვასაც უთხრას რომ სხვაც გამდიდრდეს და სხვაც ესე იგი სხვამაც გაიხაროს აი ეს არის თავარი ამიტომ აქედან გამომდინარე ჩვენ ესე იგი მარხვის შესახებ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მხოლოდ და მხოლოდ დაფუძნებული სიყვარულზე და რა თქმა უნდა სწავლებაზე. ჩვევები მამა თუ შეიძლება. აი რა ჩვევები უნდა გაგვაჩნდეს, იმიტომ რომ მარხვა მარტო საკვებით ხო არ არის. აი რაღაცა ჩვევები, აი მაგალითად ეს მარხვა იწყება შენდობით. კიდე რა შეიძლება აი დათმობა, შემდგომ რა ის, იმიტომ რომ რაღაც ჩვევები ხო არის, რომელიც გაძლიერებს ამ მარხვაში. ლოცვა, აი რომელი აი კრიტერიის კანონი მაგალითად, აი რა შეიძლება რომ სიტყვაზე რათვისებამ შეიძლება რომ ეს მარხვა დაგატევინოს, იმიტომ რომ ადამი ძალიან რთულია მამა იმ ბრძოლების ატანა ეს შემდგომ მარხვაში. ესე იგი უპირველეს ყოვლისა გიორგი ჩვენ უნდა მივაძოთ და ეტალონი ჩვენი მარხვის და ყველაფრის სულიერი ცხოვრების არის წმინდა ღირსი მამები, დიდი მამები, ძალიან დიდი მამები, პაისი დიდი, პიმენ დიდი, სისოი დიდი, არსენ დიდი, ანტონ დიდი, 12-ია განსაკუთრებით გამორჩეული აი ძველი დროის შემდგომაც რა თქმა უნდა იყვნენ სერაფიმ საროველი, ჩვენი შიომღვიმელი, მანამდე რა თქმა უნდა, დავით გარეჯელი და ძალიან ბევრი არის. ხო და უნდა მივბაძოთ მათ და აქ ერთი რამ მინდა მარხვასთან დაკავშირებით თქვა, რომ ზოგ მაიცის რომ აი მე ან ცოდვებში ვარ და ამიტომ მარხვას აზრი აღარ აქვს ზოგი ამბობს რომ რუშოვ და მარხვას აზრი არ აქვს მინდა მაგრამ კიდე რაღაცა ასეთ ცოდვებს ვაკეთებ მაგრამ რა აზრი აქვს ეს არ არის სწორი აზრი აზრი აქვს იმიტომ რომ
ცდელობა. იმიტომ რომ შენ ამას უაკეთებ ღმერთი, იმას ვერ აკეთებ, მაგრამ ამას აკეთებ ღმერთი გიყურებს. ამიტომ დაგიფასდება თუ უფალი ამბობს რომ ერთ ჭიქა წყალსაც რომ დაალევინებთ, მოყვას ვისაც წყურია, დაგიფასდებათო ღვთისგულისათვის 48 დღე რომ აღარც ხორჩე ჭამ, აღარც რძის ნაწარმს ღვთისგულისთვის აკეთებ ამას, ხო? ეს რა თქმა უნდა დაგიფასდება. ერთი უცნაური ამბავი გამახსენდა, მინდა, აი რას ნიშნავს მარხვის დაცვა და რომ მოგაგებს უფალი აუცილებლად, ახლა უცნაურ ამბავს ყვები, მაგრამ ნუ ეს კავშირში ახლა რასაც მოყვები მარხვასთან. ლევან მზვანელი, ცნობილი კომპოზიტორის გურამ მზვანელის შვილი, კაი ადამიანი, ჩვენი მრევლი, ხო, ძალიან კაი კაცი და მან მითხრა რელიგიური კაცია შინაგანად, მაგრამ გამოხატვა არ შეუულია და სწორია, ფარისეველი არ არის რა. და მინდა მარხვის შენახვა მინდა თან წვენოდავით, რომ ხო და რამე აზრი აქვსო, მე ვთქვა როგორ არ აქვს, შეინახ, დიდი მარხვა შეინახ. ხო და რამე სიკეთე იქნება, ნუ ხოც დასაწყისში. მე ვთქარი აუცილებლად იქნება დიდი სიკეთე და იმარხულა ამ კაცმა სუფთად და 48 დღე დამთავრდა, ესე იგი მარხვა აღდგომის დღეებია და ნუ აი რაღაცა 3-4-5 დღის შემდეგ შეიძლება უფრო მეტი რა მნიშვნელობა აქვს, ძალიან მალე მის ცოლს ჰქონდა ძალიან მაგარი სახლი ფალიაშვილზე და გაყიდვა უნდათ რა, აი დღეს რო 9 მილიონად გაიყიდება ესეთი რა და ვეღარ გაყიდეს და მაშინ ისე დრო იყო რომ ჩამოგართმევდნენ და დარჩენილი იყო ერთი დღე და უკვე მოვიდა ბანკი და ათვალიერებს მეორე დღეს მიქონდა ბანკს და რა გასაჭირშია ხო ახლა როცა ჭირდება ფული როგორია ხა ამ ხელასახლის დაკარგვა და იმ დღეს აი 12 საათზე უკვე ჩაბარდებოდა ბანკს ბინა შვადღეზე ურეკავს ჩემი მრევლი ნიკოლოზი რომ თქვენი სახლით ვარ დაინტერესდა ავიდა და იყიდა წარმოგიდგენთ და აი ნუ რა თქმა უნდა ეს კიდე უფრო გაძლიერდა და თვალნათლივ ნახა მარხვის ძალა აი იუსტინიანე იმპერატორი რომელიც უღარიბესი ოჯახის შვილი იყო ბულგარეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა სლავი იყო წარმოშობით და ფეხშიშველა დარბოდა ბავში ამას ჩვენ ხშირად ვიმეორებთ და მისი ბიძა შრომელი კაცი მეტი არაფერი ჩავიდა კონსტანტინოპოლში რაღაც რაჭმელი მაინც მოუტანო რაღაცა ვიშოვო დასაცმელი არ კონდათ ჩავიდა და მაღალი კაცი იყო შრომელი კაცი იყო და დაინახეს იმპერატორის ჯარში ჩაწერეს და იქ ვისაც რამ ტკიოდა ამ ფეხი ეთკინებოდა რაღაცა პრობლემა ჰქონდა ეხმარებოდა ყველას ესეთი კაცი იყო და გადატრიალება მოხდა იმპერატორი გადააგდეს და ჯარმა ჩაიგდო ძალაუფლება და ვინ გავიყვანოთ იმპერატორი ვინ და ყველამ თქვა იუსტინიო ბიძა მისი და წარმოიდგინე და მე გადავიდა მთელი ოჯახი და ბიძა რო გარდაიცვალა უშვილოდ ეს გახდა იმპერატორი ეს პატარა ბავშვი და რას აკეთებდა რა გააკეთა რო გაიაზრა რომ ეს რა მოხდა ხორცი აკძალა საერთოდ ყველაფერი მარტო ფხალს ისე ცოტას ჭამდა იმპერატორი წარმოიდგინე რა შეიძლებოდა იქ ხო ირმის წვადები და შვის და ყველაფერი ექნებოდა მორთმეული მზამზარეული რატო გააკეთა რომ ესე იგი ღვთისთვის მადლობა ეთქვა აი ამით გამიგე მარადიულ მუდმივ მადლობაში ყოფილიყო მუდმივ მადლიერებაში ყოფილიყო ამიტომ ვინც მარხულობს და რაღაც გარკვეულ დროს ჩვენ ხორცისგან და რძის ნაწარმისგან ჩვენ ვიკავებ თავს ეს არის მადლიერების გამოხატვა ღვთისადმი რომ რაღაც ხო უნდა გააკეთო რა იმივაგო უფალსა რომელი მომაგო მე ვერაფერს ვერ მივაგებთ მაგრამ აი ამას რო აკეთებს ღმერთი ხო გიყურებს და აუცილებლად ამიტომ ყოველთვის ვინც ამბობს რომ მარხვას აზრი არა აქვს ჩემთვის არ არის სწორი შეინახეთ მარხვა და დიდ სიკეთეს მიიღებთ აუცილებლად ეხის ცელობა შეიძლება მე ცოტა ნელ-ნელა წინ წავა ხო ადამიანი ხო იმიტომ რომ ხშირი შემთხვევაა ხოლმე რომ გამოუცდელი ადამიანები როცა არიან ამ შემთხვევაში ხო ეუნებიან რა იმაგალით ამბობს და ბოლოტი ატყვევს ხოლმე მე მაინც თამბაქოს ვეწევი და რა აზრი აქვს ან რაღაცა ხო და არა აქვს ეს უფრო ხიბლიც არის და თან კიდე თავის მართლება და ირიბად კიდე მარხვაზე გვერდისავლა პირიქით რაც უფრო ცოდვილი ხარ მით უფრო შეეცდები შენ გამოსწორებას უფალი აუცილებლად დაუშვებს იმას რომ ბოლოს საბოლოოდ ძალიან მაგრა იმარხულო
რა და ყველა იმ დონეზე მოეთხოვება ყველას მამაო რა დონის ისიც აქვს ხო გაწევათ თუ შეიძლება მამაო კიდე რა შეიძლება აი წმინდა მამებს შეეხეთ თქვენ და ამასთან დაკავშირებით რა შეიძლება რომ ითქვას აი წმინდა მამები მე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი აი როგორიები იყვნენ, როგორი მოწყალენი იყვნენ ის და როგორ სულიერად როგორ ზდიდნენ მრევლს. და ზოგჯერ აი ამ თემას ვიმეორებ ჩვენ, ზოგჯერ ხდება არასწორი გამოძღვრა მრევლის, იცით? ზოგჯერ წაიკითხავენ წმინდა მამების ცხოვრებას და ის რაც წმინდა მამებმა იმას რასაც მიაღწიეს წმინდა მამებმა ხო სრული უჭველობა, სრული უზეთო მარხვა, სრული ღვიძარება ერთ-ერთმა დიდმა წმინდა მამამ 10 წელი საერთოდ არ უჭამი არაფერი. ნუ იგულისხმება რაღაც შეიძლება რაღაც სუპივით რაღაცა დაელია რაღაცა ესეთი ნახარში წყლის და წარმოიდგინეთ, მაგრამ ზოგიერთი ამას არასწორად უყურებს და აი ფიქრობს იწყებს იქიდან რაც მამებმა ათეული წლები შეალიეს და მიაღწიეს. ამიტომ მერე სრული კრახი ხდება. ამიტომ ეს ასე არ შეიძლება. სინამდვილეში მამები სხვებისადმი იყვნენ ძალიან მოწყალენი. ძალიან. აი ჩვენი ექვთიმე მთაწმინდელი გამახსენდა რა საოცარი რამეა ხო ასეთი უდიდესი ასკეტია ათანასე დიდის შემდეგ, ათანასე ათონელის შემდეგ ის დაინიშნა მთელი ათონის სულიერ მოძღვრად. უდიდესი ასკეტი მამა იყო. და ნახე რას აკეთებდა რომ ესე იგი მზარეულებს მონასტრის მზარეულებს ამოწმებდა რომ გააკეთებდნენ საჭმელს თვითონ შეჭამდა და თუ არ მოეწონება და უგემური თუ იყო ეუნებოდა და როგორ არ ცხენია თუ ბერების ერთადერთი ნუგეშიო იმ დიდი ღვაწლის შემდეგ არისო საჭმელი ტრაპეზიო და ისეცო უგემური თუ მიიღესო ისინი შეიძლება სასწორგვეთაში ჩავარდნენ გამიგეთ აი როგორი შეფასება საკვები ზოგი არასწორად უყურებს ამას ესე იგი თუ ეს ნიშნავს რომ თუ ბერებისთვისაც გემრიელი უნდა იყოს საჭმელი ხო ექვთიმეს ხო არ ვასწავლით ახლა ჩვენ ჭკუას რო ეგრე არ არის თუ გემრიელი საჭმელი უნდა იყოს ბერებისთვის წარმოიდგინე ახლა ერის ხალხში მცხოვრებისთვის ჩვენთვის რა თქმა უნდა იყოს გემრიელი მე რას ვამბობ ამით რისი თქმა მინდა რომ აი ეს ზოგიერთი რომ უგემური უნდა იყოს საჭმელი და არ უნდა კონდეს გემო არ არის ეგრე ჩვენ როგორც ბერებისთვის ასევე ჩვენ ხო შრომობთ ხო კაცი არის სიტყვაზე ვამბობ შრომელი მუშაკაცი ხო დღედაღამ შრომობს და ახლა რომ მოვიდეს და საჭმელი იყოს კიდე უგემური ძნელია ხო ამიტომ აი როგორი მოწყალენი იყვნენ სინამდვილეში წმინდა მამები მე ბევრჯერ მithქვია პახომდიდი ხო პირდაპირ დართო ნება მოხუცებს რომ ეჭამათ ყველაფერი და საერთოდ ჯულის კანონში ეს რომ თუ მარხვა არის ძლიერი ფიზიკური მონაცემების ადამიანი რო არის ერთმა ყველა ჯანმრთელობით იმათვის არის მარხვა თორე ჯულის კანონში პირდაპირ წერია რომ თუ იქნება უძლურება დიდი მარხვის ნების შვიდეულშიც კი ყველა შეუულია ჭამოს თუნდაც ყველაფერი აი რა უცნაურია რა თითქოს უცნაურია მაგრამ თუ ღვთის გულისათვის მოიკლებ ისე კარგია ხო აი მანდაც ცოტა საფრთხილოა და რატო უყურე ზოგი მე მინახია ხა ისეთი მოხუცები მართლაც 90 წლის გასულან და უმარხულიად ბოლომდე მაგრამ და სხვა რო უყურებს აი იმ ქალბატონმა იმარხულა და ესე გავიდა სხვასაც უნდა მაგრამ ის ქალბატონი მე რო დავაკვირდე ამნაირი ადამიანი ფიზიკურად ძლიერები იყვნენ გიორგი გამიგე და შეძლეს მაგრამ როდესაც შენ თუ 80 წლის ხარ და თლად უძლური ხარ და ითხოვ უკვე აღარ შეგიძლია ნუ რა თქმა უნდა მიეცეს მას როცა კურთხევა რომ ამიტომ ძალიან იმაში არ ჩავარდეთ რომ ხა ძალიან უმოინდომებთ ზოგს უნდა აი უკვე ფიქრობს მოხუცი ადამიანი რომ აღარ შეუულია არის ისეთი რომ უნდა და შეუულია კი ბატონო რაჯობი მაგრამ თუ აღარ შეგიძლია უნდა დაემორჩილო მოძღვარს კაცო და მიიღო ეს საკვები იქ მთელი ამბებია ოჯახში დედაზე ზრუნავენ ხო ბაბუაზე ზრუნავენ არიღებს საჭმელს მოდიან პროტესტს აცხადებენ და რა თქმა უნდა ხარ რომ არა ვანერვიულოთ ყველა და შენს მარხვის უძლური რო ხარ მარხვისთვის რა თქმა უნდა შეგიძლია მიიღო ყველაფერი
რა თქმა უნდა ლოცვა-კურთხევით. ამიტომ ეს აუცილებელია რომ გავიგოთ რომ ჩვენ რაღაც არ ვიტვირთოთ ისეთი რა ჩვენ არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ის სიმძიმე დაგვაწვება და შეიძლება სულიერად გაგვანადგუროს. ამიტომ აქ ღმერთი უყურებს მონდომებას, ღმერთი უყურებს შენ სულს, შენ სიყვარულს და რა თქმა უნდა შენ შესაძლებლობას ვარ შეგიძლია ამაზე როგორ დაგანაშაულებს ღმერთი და არის კიდე ერთი მომენტი მარხვის დროს. მარხვაში და საერთოდ ზოგადად გიორგი ძალიან საინტერესო. მაგალითად ჩვენ კითხულობთ ძველ აღთქმაში ეს ძველი პირველ წიგნებშიც და მეფეთა წიგნებშიც არის რამოდენიმე ადგილზე პირდაპირ რომ იხარე ისრაელ შენმა შთამომავლებმა შენმა შვილებმა შენმა ნათესავებმა იხარე და იბედნიერე და მოგცემს ღმერთი ყველაფერში და ჭამესვი და იმხიარულე. ეს არის პირდაპირ ღმერთის კურთხევა, არა მარტო ძველ ისრაელზე, არამედ ახალ ისრაელზე. მაგრამ ჩვენ ხედავთ ესეთ დარიგებასა, ესეთ შეფასებასაც, რომ დაჯდა ისრაელი, ჭამა, სვა, გასუქთა, ესე იგი მცნებებს გადავიდა და დაეცა ისრაელი. აი, აქ ორი რამეა, ერთგან უფალი ამბობს, რომ იმხიარულე და იყავი ბედნიერი, იჯამრთელე და ჭამე, სვი და შენ შთამომავლებთან ერთად, მეორე ადგილზე რომ შენ აი ესე ცუდად რო იქცევი, ესე იგი დაცემა ხდება. ესე იგი არის ორი სუფრა. გიორგი, აი რა საინტერესოა, რომ სუფრა მაშინ არის სუფრა და მიღებული და კულინარიულ დონეზე ვამბობ რა, ჭამა, სმა და მხიარულება რა თქმა უნდა ცნებების ფარგლებში თუ შენ ხარ ისეთი ადამიანი რომელიც ცნებებს ასრულებ. აი მაშინ არის მარგებელი ყველაფერი და როდესაც შენ არ მრუშობ, ცოდვას არ ჩადიხარ და მძიმე ცოდვას არ ჩადიხარ და მაშინ ყველაფერი გერგება და ყველაფერი ნებადართულია, კურთხეულია ღვთისაგან. ხოლო თუ შენ მრუშობ, თუ შენ ბოროტებას აკეთებ, თუ შენ ანგარებაში ხარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაშინ ის სუფრაც, ეს პატარა სუფრაც რო იყოს გემრიელია და მხიარულია, ის დიდი სუფრაც უკვე უგემურია და შხამია. ბალთაზარი გავიხსენოთ, მეფე ბალთაზარი, როცა რუშობდა, ყველაფერს ცუდს აკეთებდა, ღმერთს გმობდა, ეკლესიას დასცინოდა, ძველ აღთქმას ვამბობდა, ყველა მიცით ისტორიიდან რა დაემართა, ხო? როგორ დაისაჯა და ღმერთმა პირდაპირ მიუთითა სასჯელი კედელზე და დაისაჯა. ეს არის ჩვენი ცხოვრება. ამიტომ თუ გემრიელი გვინდა, მარხვა, სუფრა, ჩვენი ცხოვრება იყოს, შევასრულოთ უნდა ღვთისმცნებები და საოცრება ის არის, რომ ღმერთმა ისთვის ჩვენი იცის, ჩვენი სისუსტე და ეს აღსარება დანიშნა სიკვდილამდე. რა უცნაურია რა. რა თქმა უნდა, არ უნდა დაეცე, მაგრამ დაეცემი სინანული თქვი და ღმერთი გაძლევს ესე იგი. რა უნდა გვახსოვდეს, მაინც ახ თქვენ რა სიკვდილი ახანს ახსენეთ, რომ ის აი ეს მადლიერება რაში უნდა ვიყოთ ღმერთის, რომ აი სიტყვაზე აი ამ მარხვაში ამ ჯვარცმის, რომ ჩვენს გამო ისეთი ტკივილი დაითმინა. ბოდიშის მოხდის მიზნით ზოგმა მამაო ზოგი ვერ ხვდება აი მარხვა რო არის სამადლობელი რო აი ღმერთო ჩემთვის ამდენამეს აკეთებ ხო ზოგი პირდაპირ გამოდის რომ ნუ რა ვიცი რა გავუკეთებ მე რაღაც აი ვერ ხვდება მამა თუ შეიძლება მამა აი რატომ არის აი ამ მარხვით რატომ ეუნებით ღმერთს მადლობას ვერ ხვდება აი სათქო სიტყვაზე ვიღაცას შეიძლება ადამიანს რო უთხრა რომ ეხლა შენ აი ხორცი არ ჭამო და ღმერთის მადლობელი იქნები ამით არ მიდის ადამიანის ხონა თუ შეიძლება მამა რა უნდა გვახსოვდეს აი ამ ჯვარცმები და იმით ამოდია უცნაური რა არის რომ ადამიანი როგორი უმადური არსებაა რომ წარმოიდგინე რომ ეხლა ვერ ხვდება ხო მართალია სწორია ბევრი ვერ ხვდება ზოგჯერ ჩვენც ვერ ხვდებით ხოლმე სამწუხაროდ იმდენი საჩინო და უჩინო მადლი აქვს ღმერთს გაკეთებული ჩვენთვის ბრმა არის ადამიანი თორე წარმოიდგინე 10 კეთროვანი ხო კეთროვანი ზეგ უნდა მოგტარიყო ის უყოლა და 10 კეთროვანი და განკურნა 10-ვე უფალმა და ერთი მოვიდა სამადლობელოდ და იმათ რა უნდა ეთქვათ რა გაგვიკეთა უფალმა რატომ უნდა ვთქვათ მადლობა ხოთაშორის ღდელთან გაუშვა რა საინტერესო ღდლის როლი ხო ნუ ეს ძველი აღთქმა რომ შეესრულებინა წესი ხო და საინტერესო ზუსტად ეს არის რომ ადამიანი რომ ამას ვერ მიხვდება გიორგი ადამიანი რომ ამას ვერ მიხვდება ვერ გაიაზრებს ამას რომ ეს საოცარი ჰარმონია
მზე, ვარსკვლავები, ეს პლანეტარული ყველაფერი, პლანეტა საოცრება, დედამიწა რომ ბრუნავს ზის გარშემო წამში მე მგონი 30 კილომეტრს გესმით რა ხდება და საუკუნეები გადის 1000 წლეულები გადის და ამ ორბიტიდან არ ვარდება ხო დედამიწა და ანუ ხო უნდა მიხვდე რომ ეს შექმნა ვიღაც საოცარმა არსებამ ნიუტონზე უფრო დიდი ჭკვიანი მეცნიერი არ იყო და არ დაბადებულა იმიტომ რომ ვინმე რო არ თქვას მეცნიერულად ეგ არ არის დამტკიცებული ნიუტონზე დიდი მოიყვანეთ ვინმე და კი ბატონო ნახოთ არ არსებობს ნიუტონი იყო გაოცებული აი რაც მე ეს ვთქვი მაკეტი შექმნა მან იმდენად გაოცებული იყო რომ ეს რატო შექმნა ეს მაკეტი ანუ მზე და მის გარშემო პლანეტების მზის პლანეტების მოძრაობის მაკეტი შექმნა იმიტომ რომ ყოველდღე ყოფილიყო ეს მის გონებაში დაენახა და იმიტომ ზოგჯერ აქ ვარ ხო ახლა მზეს ვერ უყურებ ვარსკვლავებს მაგრამ მაკეტი რო იდო მისთვის სულ ღმერთს ადიდებდა სხვათა შორის ისეთი პიროვნება იყო ღმერთს რო ახსენებდა ცილინძს იხდიდა დგებოდა ფეხზე მე ისე ვжდებოდა და განაგრძობდა წარმოიდგინეთ ამის გამო და სხვის ამას რო ვერ მიხვდები რომ ეს ყველაფერი შენთვისაა შექმნილი იმას რო ვერ მიხვდები თვითონ ადამიანის შემადგენლობა ხო ანატომია ხალხო საოცრება კომპიუტერი გვაქვს თავში ხალხო ტელევიზორი გვაქვს თვალებში რადიო ყურებში წარმოიდგინე მოძრაობა გვაქვს ფეხების საშუალებით რომ ბამო მოტორი გვაქვს კუჭი რა ხდება ორგანიზმში პავლოვი ესეც უდიდეს სოფლიო მეცნიერი ამბობდა რომ სისხლს რო სწავლობდიო სისხლის მოძრაობასო არამც თუ ნუ ღმერთს ვადიდებდი რომ ხდებოდიო რომ ეს ღვთის გაკეთებული ეს ყველაფერიო არამედ წმინდანი ხდებოდი თითქოსო რა გამიგედა ხო ამას რო ეფეს ვერ გაიაზებ იმას რო ვერ გაიაზებ რომ ჯანმრთელი ხარ იმას რო ვერ გაიაზებ დადი ხარ იყურები და ასე შემდეგ და რამდენია ცხოვრებაში ხო ჩვენ რო დავაკვირდეთ გასააზრებელი და სამადლობელი ღვთისადმი ნუ სულიერად ბრმა ესეთი ჯერ ადამიანის შობადობა მამაო და ადამიანს რო აჩენე და მე შეიძლება ათეისტი იყოს ის რომელიც არის მშობელი აი დედა მაგალითად რომელმაც ეს სასწაული ნახა არაფრისგან და შვილი სიტყვაზე წარმოიდგინეთ მამაო ეს ხო ღვთის გარდა ვერანაირი ძალა ვერ შექმნის ხო ამ ყველაფერს მამაო თუ შეიძლება აი ეს როგორ უნდა გაითავისოს ადამიანმა იმიტომ რომ ჩვენ მაინც მამაო ერთმანეთის ვართ გაჩენილი და რაღაცნაირად აი გასახარად ვართ გაჩენილი და დღევანდელმა ადამიანმა მოიწყინა იმიტომ რომ თქვენ რასაც ამბობთ ეს ყველაფერი დაავიწყდა თუ ეს ყველაფერი რომ გახსოვდეს როგორ შეიძლება მადლიერი არ იყო და მე ამ მადლიერებას რა თქმა უნდა სიხარული მოყვება ხო მაგრამ ჩვენ უმადურები რო ვართ მაგიტომ დავდივართ მოწყენილი თუნდაც რომ დაადიხარ და რომ სუნთქავ მამა დავით ციცქიშვილმა თქვა წარმოიდგინეთ ძალიან ბევრი სურვილები მითხრესო ერთი თვის მაძიზეო და ერთ ადამიანთან სახში მივედიო მამაო და რა სურვილი გაქვსო და ლოგინათ იყო ჩაორნილიო ქალბატონიო რა და ჩემი ფეხითო რომ აბაზანამდე მივიდეო. ოცნება ქონდა წარმოიდგინე. აი ზოგს რა ოცნება აქვს მამო. ეხლა ჩვენ ხო ამას ვერაფას დაკიდან ავდგები და ისე წავალ ღმერთს მადლობას არც ვეტყვი. ვერც გავიაზრებ ეხლა რომ მე საუბრობ დავდივარ რაღაცა ჩვეულებრივად მაგრამ ადამიანს მამო წარმოიდგინე იწვა ლოგინად და არაფერი არ უნდოდა. ყველაფერი ქონდა მატერიალური ის მაგრამ აი ეს ოცნება მაქვს რომ ჩემი ფეხით მამო წარმოიდგინეთ აბაზანამდე მივიდეო. წარმოიდგინეთ მამო ზოგს რა უჭირთ ხო და ჩვენ აქ რაღაცნაირად აი მე ყველაზე მაგრა გული აზემწყდება იცით რომ ძალიან მაგარი მადლიერი რომ უნდა იყოს ისეთი ადამიანი შეგხვდება და უმადურია მე ხო არ და ხო თან ღმერთის არ წავს მამო აი ეგ საერთოდ მაოგნებს ხოლმე რომ მეტი პატივისცემისგან მე უფრო ცუდი გახდა რა ღვთის პატივისცემისგან თუ შეიძლება მამო ხო აი ხო და ეგ არის რა საოცრება გიორგი რომ ადამიანი მადლიერი არ არის საოცრება იმიტომ რომ ეს მაგალითად რაც შენ მოიყვანე გამახსენდა ამ მაგალითით გამახსენდა ერთი ბერძნული მითოლოგიიდან სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს იმ გმირის მოკლედ ერთი კაცი უნდა მოკვდეს აი ესე განაგო ღმერთებმაო და უნდა მოკვდეს და იცოცხლებს დიდხანს თუ ვინმე თავის სიცოცხლეს აჩუქებს და ეს დარბის და ყველას თხოვს მაჩუქეთ რა სიცოცხლეო და ყველა გარბის ეხა ის უნდა
მოგდეს თვითონ და იმან ცოცხლოს ეს ძნელია, ხო? ხო და დადის მოკლედ ყველას შეაწუხებს და ყველა გაურბის ამ ადამიანს და ბოლოს ერთი ბრძენი კაცი ეტყვის რომ აიქაო მიდიო დინარის პირასო ერთი კაცი ცხოვრობსო სადაც მოკდებაო იქნებ მიასწრო თან ბრმა არიო თან საშინელი ტკივილები აქვს და აი თუ მიასწარიო ის გაჩუქებს თუ გაჩუქებსო რა სიცოცხლესო და შენი სიცოცხლე გახანძრილდება ის მაინც უნდა მოკდესო და იპოვის ამ კაცს მივა და ეუნება ეს მაჩუქეო რა სიცოცხლეო და ეხლა წარმოიდგინე ეს კაცი რა დღეში იყო მაგრამ მაინც უარს ეტყვის და რატომ ეუნებიო შენ ხო მაინც მოკტები რა დღეში ხარო ტანჯვაში ხარ არაო მე რო ვიღვიძებო დილითო ჩიტების ჭიკჭიკი მესმისო რამოდენიმე წუთიო და აი მაშინ ვარო ისეთი ბედნიერიო მე მეწყება ისე ტკივილები მაგრამ იმ იმედით ვარო დილით რო გამიგე შენ ესე იგი როგორი ადამიანი თან მომაკვდავი მაინც ტკბილია სიცოცხლე ხო და შედალოცვილო აი ეს უნდა ყველაფერი გაიაზრო რა როგორ შეიძლება შენ დადიხარ ამიტომ არის უყურე ნახე სიბრძნე სოლომონისა რომ იარე წუხარების სახში წმინდა მამების განმარტებით ეს არის ну სავანტყოფოებში რომ მოინახულო ავანტყოფები ან გაიაზრო საერთოდ იარე ნიშნავს მარტო ფიზიკურად კი არა გონებით იარე გაჭირვებულ ადამიანთან ესე ნახე ეს პატიმრები თქვა და მე დაბრუნდი სახშიო და შენი სახლი დიდებულ სამოთხეთ მოგეჩვენებაო და ნუ ივლიო ისეთ გასართობდა მდიდარ სოლომონის სიბრძნეა იმიტომ რომ თუ მიხვალო დიდ სასახლეებში დიდი და გასართობება ადგილებზე რომ დაბრუნდები შენ სახლშიო შენი სახლი ჯოჯოხეთად მოგეჩვენებაო ეს ხო გარკვეული სიბრძნეა და ამით რა გვეუბნება სოლომონი ბიბლია რას გვეუბნება რომ აი რომ და სხვათა შორის პროტესტანტებს ჰქონდათ ეს განსაკუთრებით ქართველებსაც რა თქმა უნდა ნახე თავადები ზრდიდნენ გლეხებთან ხო ეს ხო ცნობილია რომ შრომა ესწავლა დეკანოზის დიდა იმას უბრალოდ რომ იმიტომ გლეხის ოჯახში შრომა სწავლობდა წარმოიდგინე მეფის შვილებიც კი ზოგჯერ აბარებდნენ თავადის შვილები ხო საერთოდ ხო და საინტერესო რა არის აი პროტესტანტებს ჰქონდათ ესეთი საოცარი დღესაც აქვს ჩერჩენილი, ну, როგორც ქრისტიანები აქედან გამომდინარე და ელისაბედი დიდი თავადი მოწამე წმინდანი ელისაბედი რომელიც იყო ესე იგი მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის დასაწყის წმინდანზე ვლაპარაკობ ვიქტორია დედოფლის ინგლისის დედოფლის შვილიშვილი და ის იხსენებს რომ ყოველთვის დედაო გვატარებდა შაბათობით საავადმყოფოში ხა წარმოიდგინე ინგლისის დედოფლის შვილები იყვნენ და შვილიშვილები მაგრამ და მოხუცებს უვლიდითო ესე იგი ის დღე შაბათი გამოყოფილი რომ ამათ ენახათ რომ აი როგორი ავადმყოფები არსებობენ და როდესაც ნახავთ ასეთ ხალხს და გაიაზრებ ბრმას რო ნახავ და შენ იყურები თვალებიდან როგორ არ უნდა მადლობდე ღმერთს ნუ მაშინ ვინახარ შენ აი ამას წინათ ფეხმოჭრილი კაცი დავინახეთ და მე მგონი შიომღვიმე შენ რა მნიშვნელობა აქვს და დავინახეთ და ჩემ მეუღლეს და ჩემებს უთხარი რომ ნახეთ აი ღმერთი ამით როგორ გვაჩვენებს რომ გავიაზროთ რა ბედნიერები ვართ უბრალოდ დავდივართ უბრალოდ აი ეს ყველაფერი გასააზრებელია და ადამიანი რომელიც ამას არ გაიაზრებს ის უბრალოდ ეგოისტი ადამიანი შვილებს აზრდის ისე რომ არაფერი არ დააგდეს ჩემს შვილს და თუ ვინმეს დაჭირდა გაჭირებული რომ ნახო ნუ დაეხმარები არის უკვე ესეთ მოვიდა არ ეგოიზმში ხო და რაღაცა ესეთ საშინელება თუ ზიხარ ავტობუსში ხო პირდაპირ სწავლება იყო მოცემული იყო ადრე გახსოვთ წლების უკარო თუ ამოვა ესე იგი მოხუცი და შენ ზიხარ არ უნდა დაუთმო რატომ უნდა დაუთმო რა საშინელებაა აი ესეთი დროც მოდის მაგრამ საქართველოს ვენაცვალე მე რომ აქ ეგეთი რამე ახდება აქ არის ოჯახი და აქ არის დიდი კულტურა ეს მართლმადიდებლობას გააჩნია მომხოლოდ ერთ ღვთლიშვილზე მოყვა ჩვენთან მღვდელმა მამაო სხვათა შორის ეს რო არ მოუყვე არ შეიძლება კასტილები აჩუქესო და აი მღვდლის ხედვა რა არის მამაო აი მღვდელი რატო არის ყველაზე მაგარი საერთოდ ამ ქვეყანათ რაც კი ღმერთ შეუქმნია მღვდლობა რა არის ყველაზე მაგარი რო არის რომ კასტილები აჩუქეს და ბავშვი ტიროდაო
და მღდელს უთქვამს რომ გიხაროდესო და რატო და რო არ გჭირდება აზროვნებით საწავით წარმოიდგინეთ ხო შეიძლება და უნდა ვიღაცა იტყო და რაღაც დამთარზე ეს რატომ აჩუქეს ჯადოა რაღაცა გიხაროდესო შვილო იმიტომ რომ ესო შენო არ გჭირდებაო წარმოიდგინეთ ყველაფერს ესე უნდა შეხედო პოზიტიურად და ეს ხო მარტო მართლმადიდებლობას აქვს და აი მაგალითად გამახსენდა ხა ზუსტად ეს ამ თემას ეხება გამახსენდა ესეთი სპარსული ამბავია რომ ესე იგი ღმერთო ამომარდა თავიდან მეორე მაგალითს მოვიყვანე ეს მამა მიქაელი იყო არქიმანდრიტი მithქვიეს ადრეც ალბათ თუ გახსოვთ დოლიაშვილი გარდაცვლილია ხო და დათო ბეკოშვილი ჩვენ მრევლი და მოტოციკლით ჩავიდა იმაში ბეთანიაში და რომ რამოდენიმე დღის შემდეგ უთხრა მაკურთხეო რომ შვიდობიანად დავბრუნდეო და ავა ნაკურთხა ეს წავიდა რაღაც სწრაფი სიარული უყვარს და ხემში გადავარდა და 6 თვე თუ 3 თვე საავადმყოფოში გადარჩა მაგრამ მოტეხილობა და მთელი ამბები და რომ ნახა შემთხვევით სვეცხოველში მე მგონი ესეთი რა დოლიაშვილი თუ რა არისო ესო რომ მაკურთხეო და წავედიო და ესეთი რა დაგენანაო რაღაც არ მაკურთხე კარგად და აი შესაბრალო მამა მიქაელმა უთხრა რო გაკურთხე იმიტომ გადარჩიო თორე მოგტებოდი ეს კასილების არის ხო და მამოცა დიახ ერთი საოცარი ამბავი მინდა თქვა ჩემთვის საოცარი და ალბათ სიყვარული დავიწყეთ და ჩვენ მრევლი ყავდა გიორგი ნათელე ერქვა ხიზაძე მესხიქალი იყო რა და საბოლოოდ იყო უკვე გარდაიცვალა და მონაზონი ფოტინე და ეს ადამიანი ესე საოცარი რა იყო რომ მოვიდა სიონში მამა თეიმურაზ ჩაჩიბაია მაშინ და მე ვიყავით და ძალიან ბევრი ხალხი იყო ახსარებაში და მე ვიყვებოდა ნათელა რომ ესე იგი დედა ფოტინე რომ მამაოსთან მივიდე თუ ჩაჩიბაიასთან მამაოსთან თუ ჩაჩიბაიასთან და ეს დაიცალა თან თამდაბალი ხალხო ბოლოში მოვიდა დაიცალა მრევლი და ბოლოს ერთი ჩემთან მოვიდა ერთი მამა თეიმურაზთან და მე სწრაფად არ მახსოვს ალბათ თქვა ისე ახსარება სწრაფად გავუშვი და ეს დარჩა და დაუძახე მოდიო და თან თუნმე ლოცულობდა ღმერთო შენ გადამიწყვიტო რომელთან ასე აღმოჩნდა ჩემთან და გიორგი ეს ქალი 33 წელი შეიძლება მეტიც როგორ გვემსახურებოდა გიორგი იცი ნუ აუ იცი გახსოვს სასწაული კი ნანახი სასწაულად გვემსახურებოდა ნუ ეს რა ადამიანი იყო მე არ ვიცი აი ღმერთისაგან გამოგზავნე მას რო ქონოდა ესე იგი ის შესაძლებლობები რასაც აძლევდნენ დედა ტერეზას დედა ტერეზა არაფერი არ იყო ნუ მე რასაც უყურებდი და რასაკეთებ ცხენო და უბრალოდ ვეუნებოდი სულ ჩვენთან იყო სულ ყოველთვის დღე და ღამე ნუ სახში მიდიოდა ღამე ზოგჯერ თიანეთში წავიდოდი სულ ჩვენთან იყო და რაღაცა სასწაულად თავდადებული ადამიანი იყო და რა თქმა უნდა რო გარდაიცვალა ერთი კვირის ამბავს ყვები მიუხედავად იმისა რომ აცხადებდნენ რომ საშინელი გზებია და არ შეიძლება წასვლა და ავდარია და რაღაცა მე გადავწყვიტე რომ წავსულიყავ როგორ შეიძლება და ვიფიქრე ნუ თოთოული შეგვიშლდა ხეს მოვტრიალდებოდი ნუ რა წავედით მოკლედ მე და ჩემი ოჯახი ჩემს მანქანაში რამდენიც ჩავეტიეთ ჩემი მეუღლე ჩემი შვილები და წავედით გიორგი და აი სიყვარული თქვი ხო რა დავინახე გიორგი ჯერ ეს ფოტინე თურმე ზოგიერთ უდლის დასაფლავებაზე არ მინახია ეპისკოპოსი და თეოდორე მიტროპოლიტი ჭუვაძე ვენაცვალე კაცს მის ვაჟკაცობას ბევრჯერ მithქვია მის შესახებ როგორ რა დასაფლავება ჰქონდა იცი ბოლომდე მან აუგო წესი ბოლომდე პანაშვილი მან დაიჩოკა აკოცა ნუ რა იცოდა ვინ იყო და მაგიტო და თურმე ეს ჯერთი მესხი არის მეუფე და მეორეც ეს ხალი თურმე მესხებისთვის
ასპინძელებისთვის თურმე ძალიან ისეთ სასახელო კოლექტივ რაღაცნაირად მოახერხებდა საპატრიარქოდან, წაიღებდა ჰუმანიტურ დახმარებას, გაჭირებულებს ეხმარებოდა. სასწაული, მე მეგონა მარტო ჩემი ოჯახი იქაც კი ახერხებდა, ხო? რაღაც ისეთი სიყვარული იყო და რამდენი ხალხი მოვიდა, კაცო, ასპინძაში, მის დასაფლავებას გაგვირვებული ვიყავი რა და მივხვდი რომ ამოამინდობაში და მივხვდი რომ რაღაც საოცარი ქალი იყო და რაღაც აი ყველა ამბობდა ისეთი სუბუქად ვიხსენიებთო რომ პირდაპირ ხო საზვერები რო არ გაულია რომ გაგვიგია და წავიდა აი ალბათ ესე მოხდა რა და აქ მე უფესე სიყვარული ხო ვახსენე და გიორგი იქ მე ასპინძელი მღვდლები ვნახე 6 თუ 7 მღვდლებიც იყო აი ეს რა ვნახე წმინდა ხალხია ხო რეგიონი რა ვნახე ხო ჰაბიტუსით ყველაფრით ხო მიხვდები ადამიანი რომ აი სულ ნათანაელი მახსენდებოდა მაცხოვარი რო ამბობს რომ აი ნათანაელზე ისრაელიტელი ჭეშმარიტი რომელთანაც არ არის ზაკვა აი ესეთი ხალხი ეს რა ვნახე აი ეს ასპინძელი მღვდლები შემიყვარდა გიორგი აი როგორ მინდა ეხლა რაღაცა მოახერხო მაგათ სახელები რომ მოიხსენიო ლოცვა იმდენად დიდი სურვილი ხო აი წერენ პირადში ეს ყველაფერს რომ არიგებდა ყველაფერს რომ აგვარებ და საოცრება ნუ აი შემიყვარდა ეს ხალხი უბრალოდ შემიყვარდა რა და ისეთი დიდი სიხარული წამოვედი იქიდან, ისეთი დიდი სიხარული მღვდლების გამო. იყვნენ დედები, ხო, მართლა უნდა გითხრა, გიორგი. შენ გახსენეს და მე მახსენეს. მოვიდნენ ვარძიის დედათა მონასტრიდან იყვნენ იქ და ერთი, აი რა არის სიყვარული, ერთი მონაზონი მოვიდა, ისეთი ლამაზი იყო, კაცო, ისეთი ლამაზი მონაზონი და მეუნება რომ მამა ალექსანდრე მეო ყოველთვის გიყურებთო თქვენო, თქვენს გადაგებებს, თქვენს აი ამ გადაცემას და არასოდეს არ ვტოვებთო მეცო და ჩვენი დედებიცო და ძალიან გვიყვარხართო და ძალიან გვიხარიაო გიორგი დარასელიას გადაცემაში ეს და აი ძალიან გვიყვარხართო რა შენზეც და ჩემზეც და გაოგონდი, ნუ ახლა წარმოიდგინე რომ ეხლა მაინც საპენსიო ასაკის კაცია ხო იქით მივდივარ უკვე და რაღაცნაირად აი ესე რო გეტყვის მონაზო დედა აი ისეთი ძალა მომეცა რომ გენაცვალეთ დედებო ვარძიისანო აი მარტო თქვენს გამო ავდგები ღამე და გავიჭირებ და გადაგებას დავწერ და გადაგებას მოვამზადებ იმიტომ რომ ჯერთი აი როგორც დასაწყისში და ჩვენ თქვით გიორგი რომ ყველაზე დიდი სიყვარული მაცხვარი ამბობს არის რომ ჭეშმარიტება გააგებინო სამწყსოს ეს არის ყველაზე დიდი სიყვარული რასაც გიორგი შენ ემსახურები ჩვენ ყველა შენი აი ასეთი დიდი მონდომებით ჩვენც ემსახურები და გვაძლევ ამის საშუალებას დიდი მადლობა პირიქით მამა თქვენ ისე მინდა ხოლმე აი ესე დიდი აი ისეთი ვარძი იმიდან ასპინძიდან დაუბრუნდი რაღაც ავსებული და იმ გაგებით და იმ შეგრძნებით რომ ხო რა დრო არის არა საშენი რომ აი მართლა არ დაიღუპება საქართველო რა როცა ასეთ მღვდლებს ნახავ ასეთ მონაზვნებს ნახავ ასეთ სამწყოს ესეთ თავდადებული ქალი რომ წავიდა ამ ქვეყნიდან მე უფე საოცარი ადამიანი როდესაც წსის ამ მესხეთ ჯავახეთს აი წარმოიდგინე და დარწმუნებული ვარ ესია ყველა ეპარქიაში მაგრამ მე აი თვალით რაც ვნახე ეს იყო უდიდესი სიხარული და სიყვარული ისთვისაც მადლობ ღმერთს და ავსილი ვარ აი ბოლომდე ამ სიყვარულით მიბაძეთ პავლე მოციქულს აი ზუსტად პავლე ხო სიყვარულით იყო მეო გასვლა მინდაო პავლე მოციქული ამბობს ამ ქვეყნიდანო მაგრამო ჯერო აი ეს სიყვარული არ დამიმთავრებიაო რომ მოვფინო რაც ჯერ კიდე დამრჩა ჭეშმარიტება სხვა ევროპის სხვა ქალაქებში სადაც იყო და ბოლოს რო ყველაფერი დაამთავრა და რომშიც მთელი 2 წელი იქადაგა დიდება უფალს თქვა და გავიდა ნუ თავი მოჭრეს და გავიდა მოკვეთეს თავი და გავიდა ამ ქვეყნიდან აი რაღაც ასე დიდ სიხარულში ვარ ავსებული ვარ ბედნიერება ხო ძალიან მაგარია მართლა მაგარია და აი მაგას ებძვიან ზუსტად მამაო და თუ შეიძლება ისე გული მწყდება ხოლმე მამაო როგორ გავჩდით ერთმანეთს გასახარი და თან აი ხა ვიღაცას რო განიკითხავენ და რაღაცა ხოლმე სულ მინდა ხოლმე ხა რომ ვანახო აი ეს ხალხი აი ეს ვარძიის დედები ის სასულიერო პირები რომლებიც რეგიონში არიან მამაო ეს დიდი ხალხი რომ
ისე გულია ის სულში ტირი ვარ ხოლმე რომ რაზე იცით მამაო მახსენდება ხოლმე რომ აი ეს რო ანახა მეთქი ამას ხო ჯერ რატო ჯერ შენი გასაკითხი რა სჭირთ ხო შენ ცოდვებს მიხედე მაგრამ აი სიტყვაზე ხო რაღაცა ამბავში ხარ და სიტყვაზე გახედე რა შენ ერთიანში ამ ყველაფერს ესე ხელაღებით ცივად განიხილავ ხო მიდი აბა დაუფიქრდი და შენ გუშინ მამაომაც თქვა რომ პატრიარქმა უთხრაო მოვიდენო რაღაცა პრეტენზიები და რაღაცაო და ხო არ მოგწონთ ესენი მოდიო თქვენ გაკურთხებთო და თქვენ როგორი მოდლები იქნებით ერთი ვნახოთო რა აი თვითონ როგორები იქნებიან ამათ უბრალოდ მამაო ვინც ეწინააღდება ეკლესიას მღვდელს კი რა ეწინააღმდეგება თვითონ აი ამ ეკლესიის წეს ამ სიწმინდესებთვის თორე მღვდელი რა შუაში ნების მერი სასულიერო პირი რო იყოს მაინც ენა მიუბრუნდება იმიტომ რომ ის გაბოროტებული არის იმაში ბოროტი არის დემონი მოქმედებს იმწამს და ვინც არ უნდა იყოს ხო უსამართლო იქნება ყველა გამკითხველი უსამართლოა და რა თქმა უნდა მიადგება იმას რაც ყველაზე წმინდაა ჩვენთვის და აი თავი შევიკავთ ყველაფრისაგან იმიტომ რომ მაინც და მაინც აუცილებელი არ არის ჩვენ მოვკვდეთ და მე მივხვდეთ რომ ვაშავებთ აი სადღაც ჯოჯოხეთში რომ მიხვდები აქაც შეიძლება მიხვდე ამას და ღმერთს თხოვოთ რომ აი ესე იმას ვქნათ იმიტომ რომ ბევრი რაღაცა აი წარმოიდგინეთ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ვიყოთ აქ ეკლესიაში ბევრი რაღაც შეიძლება გარდავიცვალო და მიხვდეთ რომ ეკლესიაში ეკლესიურად ვერ გვიკეთებია და თქვენ მით უმეტეს როცა განკითხვით იწყებთ ეკლესიის სასულიერო პირის და ასე შემდეგ არანაირად არ გექნებათ წილი იქ სადაც მართალი განისვენებენ და აი ღმერთს თხოვეთ რომ სანამ გარდავიცვლებით ხო იქამდე მოვასწროთ რომ თეთრი დავინახოთ თეთრად და შავი შავად დიდი მადლობა მამაო მობრძანებისათვის კიდე რას დაამატებთ მამაო იმიტომ რომ აი ეს განკითხვა მამაო დღეს აი ყველა მამაო ცოდვა იწყება აი ამ განკითხვით და აი ესე პირადად განკითხვა რა ეს არის რომ მე არ დავაშავებ ამას აი მაგალითად ვიღაცა რო განმეკითხია იმ საქმეზე ვამბობ რომ მე ამას არ ვიზამ არა და წარმოგიდგენთ რამხელა ამპარტავანი უნდა იყოს თორე თუ შენც იცი რომ შენც ამის ჩამდენი ხარ როგორ განიკითხავს სხვას ხო იგივე საქმეში მე ესე იგი შემილია ჩემი ასე ვთქვათ პრაქტიკიდან ყველა განსაკუთრებით ახალ დამწყებ მღვდლებს და საერთოდ მრევლს ახალ მოსულს უთხრა რომ აი მე რაც ვინც კი განვიკითხე ხო იმაში იმ ცოდვაში რა და ვინც კი განვიკითხე და ისე მეშინია განკითხვის ნუ ახლა მადლობა ძიმე ცოდვაში ახლა არ გულისხმობ ვინმე რამე არ ფიქრობს იმიტომ ერთმა მითხრა რომ რუშობაში ჩავარდიო მამო ან ნარკომანობა რაღაც ესეთო არა ერთმა დამიფარა თორე მაგასაც ვიზამ რა თქმა უნდა ღმერთი ეგეთი ძიმეში ეგეთ მაგრამ ნუ გონებით აზროვნებით აი მაგალითად განვიკითხავდი სულ ღიპიან მღვდლებს მე ძალიან გამხდარი ვიყავი რა და ბოლო მე დამემართა ნელა მე გაგიკითხოთ მართლა არ ვიცი ანუ დასაწყისში რაღაცებს იყო ესეთი ეხლა რას ლაპარაკობ ისე ხო და აი ნახეთ როგორ გვამზადებს გიორგი და ჩემო ტელემაყურებელო მრევლო ჩემო და სხვისო ну ჩვენ ერთი მრევლი ვართ პატრიარქის და ქრისტესი ხო აი საკითხავებში როგორ ეს 8 ხმათა არის ორშაბათის მეხუთე ხმად სისკარი ნახეთ აი ეს საკითხები არის სარკეში რო ჩავიხედავთ აჩეჩილები ვარ და აჩეჩე ხო ვისწორებთ აი ნახეთ სულიერად როგორ უნდა გასწორდე არა არის სოფელსა შინა ცოდვა და ეს წმინდა მამის დაწერილია რომელი მე უბადრუქს არა აღმისრულებიეს უფროს ყოველთა კაცთა კაცს მოყარეო და უცოდელო შემიწყალე მე აი სარგე აი ვინა ხარ შენ სინამდვილეში რო გონია რაღაცა არა სოფელსა შინა ცოდვა რომელი მე უბადრუქს არა აღმისრულებიეს უფროს ყოველთა კაცთა კაცს მოყარეო მე უფრო შემწყალე და ვიღას განიკითხავ შედაუცვილო უბრალოდ ცხენია როდესაც მეუნებიან განიკითხავენ ამას იმას ნუ ხო არ ეტყვი შენ არ ჩაგიდენია თქვა ეგეთი ცოდვა გონებაში შენ რა მოკლედ აი რა აი საერთოდ და გავსწორდეთ უნდა გვაგდრო კი მამო რამდენი წუთი დაჩეკი არის არა რომ მითხარი იმით ესე იგი გიორგი მოდი ესეთი რამე ვთქვათ რა გუშინ უყურებდი ნოესთან იყო რობერტ სტურუასთან ინტერვიუ ისეთ საინტერესო ინტერვიუ იყო გირჩევ და რო ნახოთ ხო და რობერტ სტურუა შეეხო მარადიულ ცხოვრებას
და ძალიან საინტერესო თქვა, რომ მე არ ვიცი, მაგრამ მან წაიკითხა, ახალი მეცნიერება არისო, მეცნიერებიო, რომლებიც პირდაპირ ამტკიცებენო, რომ გონებაო, ადამიანის გონებაო, ეს აი ესე მატერიალური არის ტვინი, რომ ერთი კილოა, ხო, რაღაცა ესეთი ცხიმის გროვა, მაგრამ ეს ხო ცხიმი არ არის, გიორგი, ეს ხო კომპიუტერი, ეს ხო საოცრებაა ღვთისგან, მსგავსებაა, ჩვენ ვიცით რელიგიურად. და აი მეცნიერებმა პირდაპირ ამტკიცებენ, რომ ადამიანი რო წავაო ამ ქვეყნიდანო, ეს გრძელდება და უერთდებაო იქ იმ მარადიულ გონსო. გამიგე? ნუ რაღაცა მეცნიერები არ ვიცი ახლა როგორ და რა ეს ჩვენ ვიცით რელიგიურად, მაგრამ აი საინტერესოა, რომ და აი რობერტ სტურვამ თქვა, რომ მე ვემზადებიო სპექტაკლს, ამაზე უკვე 9 წელია ვმუშაობ ვეფხისტყაოსანზე. სასწაულია ღმერთო. მე ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე თეატრალურ ინსცენირებას, ერთადერთი მართლა რობერტი თუ გააკეთებს ამას, აი ეგ ნაღდია, იმიტომ რომ ეს არის ღრმა ფილოსოფიური ნაწარმოები, პოეზია და 6 თვე მარტო ვმუშაობ და მივედი აქამდეო. ნახეს მოყმე ჯდამ ტირალი წყლისაპირსა მარტო აქამდე. ეს არის ერთი მიათედი ალბათ მთელი ნაწარმოების. ჯერ აქამდე ვარო წარმოიდგინე და თუ ეს მოხდება გიორგი, ღმერთმა მიცეს და გვაცოცხლოს რობერტის მიცეს ამის ძალა, რომ ეს სპექტაკლი თუ შედგება, ეს პირველი იქმე უნდა ვიყო აუცილებლად. ეს იმიტომ რომ ჩემი დამოკიდებულება ვეფხისტყაოსთან, მაგრამ ეს იცი როგორ უყურებ ამას, ეს იქნება რაღაც თან მოდის 27 წელს, მოდის 1700 წელი ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანობის ზეიმი. და ეს ყველაფერი თუ მოხდა, ეს იქნება აი სპექტაკლით გადმოცემული დიდი გამარჯვება საქართველოსი. სპექტაკლით ვეფხისტყაოსნის დიდი რეჟისორის, უდიდესი რეჟისორის, გენიოსის გაკეთებული სპექტაკლი უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე, აი ინსცენირება ამის თეატრში. და ეს რაღაც გვირგვინივით იქნება ამ ყველაფრის, აი რაც ხდება დღეს საქართველოში, ეს იქნება გვირგვინი იმისა, რომ ვეფხისტყაოსანში ხო ეს არის სიყვარული ძმების ავთანდილის და ტარიელის, რომელიც ეს ქართული სულია გადმოცემული გიორგი, ესეთი რამ აქ არ ხდება, ისა სხვაგან არ ხდება. ძმაკაც რო ვიღაცა უყვარს, შეიძლება ძმაკაც მოსწონდეს ის გოგო, მაგრამ იმისთვის გადახაზულია. გესმის შენ ეს რა დონეზეა მეგობრობა და ძმაკაცობა აყვანილი საქართველოში. ასევე დაკალობა, ნუ ასმათის სახით და ასევე სიყვარული მეფის, სიყვარული მშობლების და ეს ყველაფერი მე აი ველოდები ამას და გუშინ როგორ გამიხარდა, რომ რობერტ სტურვა მუშაობს ამ დიდ ქართულ გამარჯვებაზე, რომლის მთავარი ღერძი არის ბოროტსა ზლია კეთილმა არსება მისი გრძელი. მამალ შეიძლება რომ დალოცდეთ ჩვენ მსმენელები ყავს პატიმრები ძალიან ბევრი. ათასობით ადამიანი გვიყურებს. მამა დავით უთხეს წარმოიდგინე რომ იწყებოდაო გადაცემაო, კედელზე ერთმანეთს უკაკუნებდით, რომ გვერდზე კამერებს ვაგებინებდით. აი მე ხო გითხარი რომ პატიმრები როგორი მადლიერი არის, შენ იმიტომ შენ სულ მუდამ არასოდეს არ გავიწყებ. ჩვენ შეიძლება გავიწყდეთ. შენ არ გავიწყდეთ. მამაო და ძალიან უყვართ თქვენს დავლოცო უნდა და ერთი რამ აუცილებლად კიდე მინდა ვთქვა, პატიმრები რა თქმა უნდა დალოცოს ღმერთმა და ერთი რამ უნდა იცოდნენ პატიმრებმა, რომ ეს დრო უნდა გამოიყენოთ განათლების წიგნის კითხვისთვის, აი საოცრება უბრალოდ ეს იმდენად შეიძლება თქვენ იმდენ ისე დონეზე ახვიდეთ, აი დიდი განათლება მიიღოთ და გარდა ამისა დიდი სიყვარულია იქ ხო ერთმანეთს რო ეხმარებით და პატივცემ და რა ვიცი ყველაფერი და თუ გვაქვს ერთი წუთით რომ კი აი რა ვიცი თუ იქნება 30 წამი დარჩა უბრალოდ პატარა დანიელი მინდო კიდე მომიკითხა მაგრამ დიდიდან პატარაად ყველა გვიყურებს და მაშინ ამას სხვა დროს იყოს ძალიან საინტერესოა ვერიკო ანჯაფარიძეს აი მონანიება რო ფილმი სად მივყავართ ამ გზას თიშობის თუ არ მივყავართ რა აზრი აქვს ამის შესახებ
კინოდან რეალობაში რა ვნახე მე ეს შემდეგ დანიელი ხარ გამახსენე უბრალოდ ჩემი ნათრულია დანიელი არაჩვეულები პატარა ბიჭი მხატვარი და ესე იგი სულ ხატავს გიორგის და მე იმდენად უყვარს ეს გადაცემა და მე მიდის და ეკრანს კოცნის და ჩანახატებია ბევრი ძალიან საოცარი სხვათა შორის ბებია ყავს საოცარი დიდი მხატვარი ნიზამის და შოთა რუსთაველის ის ერთობლივი აი ძეგლი რო გააკეთეს რელიეფული ძეგლი მაგნეულში აზერბაიჯანელმა შეუკვეთეს მის ბებიას ასე რომ ძალიან დიდი მადლობა იმართლა ძალიან დიდი მადლობა დანიელს აი უღრმესი მადლობა და მთელ მის ოჯახს რა თქმა უნდა რომ ესეთი შვილის გაზდა და თანა ესე მამაოს რო უსმენ ესე ძალიან დიდი ბიჭი გაიზრდება და დიდი საამაყო ადამიანი იქნება ბედნიერებას გისურვებ თურმე მე რო ხატავ ხოლმე ამას აი ზეპირად იცის თურმე რაღაცები და ეს შეუმჩნევია და ესე არის ხოლმე რაღაცა და მომწონს და აუცილებლად დრო მოვა და მოგიწევ აუცილებლად მე გპირდები აქეთ კარგად ზანდებოდა დროით ბედნიერებას გისურვებ დაგიბნო კვირას განმეორებით განმეორდება ეს გადაცემები იმ სამშაბათს კიდე იქნება სხვა გადაცემები კარგად ზანდებოდეთ საღამოს რის ნახევარზე სამშაბათს დაგიბნდებით დროებით